მოგესალმებით მეგობრებო. წაიკითხეთ სათაური და მე გეტყვით როგორ მკვდარი ვარ თუ არა ძილის დროს. თუ წაიკითხეთ, всё. დიდი აბა. всё. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ გუყურებთ ვიდეოს ბაი, ანუ გაკეთებულია ნაითმეარ კოშმარისგან და ანუ კოშმარის არქივებისგან და აწერია 6-ში ტყეში დაფიქსირებული შემთხვევა. ამიტომაც ვიცი რომ არც თქვენ და არც მე არ დავიძინებთ კბილად და ამიტომ ნახეთ რა ქრიფია ჩემი ლოგინები. ამიტომ ვინმე ხელი თუ გამოყო მე არ დამბრალდება. არა, მე დამბრალდება, იმიტომ მე ვთავ ამ ვიდეოს. ამიტომ მოკალათით მოიმზადეთ პამპერსები და დავიწყოთ. ძალიან კარგად ახმოვანებს. ეს უფრო მიყვარს, ანუ ესეც აკეთებს საშიში ანიმაციებს როგორც გეორგიან ჰორორი, ანუ კოშმარის არქივები. მაგრამ კოშმარის არქივების უფრო მიყვარს ისა საშიში ანიმაცია ვიდრე გეორგიან ჰოროris. კოშმარის არქივის ჯობია ვიდრე გეორგიან ჰოროris. კაი, დავიწყოთ ახლა აღარ დაგვრჩენია, დავიწყოთ. აიო. ეხა ვაპირებდი ეს პირველი შემთხვევა 2016 წლის ოქტომბერში. დავაი მოამზადე პამპერსები და დავიწყოთ. ეს პირველი შემთხვევა 2016 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა. მოგზაური ჯეიმს რანკინი დღეს გადიოდა, როდესაც მან მის წინ ძველი ბანაკი დაინახა. თუმცა შემთხვევაში ხო ხეზე ჯვალები რო ყიდია. იყო რომ ბანაკის ირგვლივ ხეებზე სხვადასხვა დაკარგული ადამიანების განცხადებები იყო მიჭედებული. განცხადებები სრულიად რეალური იყო. ნამდვილი დაკარგული ადამიანების ფოტოებით. ანუ ძმაო, შენ ახლა მაგასაც თვალიერებთ უნდა მოგაზო. არა, მოგაზო მე რაღაც გამოგვიყიდებო. 12 თვიანი შეერთებული შტატების სხვადასხვა შტატებიდან. Okay, we're deep in the woods. Sort of, we're like on the border because like there's a side of the woods where there's people's houses. განცხადებები სრულიად რეალური იყო. ნამდვილი დაკარგული ადამიანების ფოტოებით. ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა შტატებიდან. Okay, we're deep in the woods. Sort of, we're like on the border because like there's a side of the woods where there's people's houses. But I came to a trail that led to a trail that led to a trail up the hill. But I saw what looked like a fire pit. Now remember, we're still in the woods. We're still in the woods, right? I don't know what this is. Do you see the trees? Little white. Okay. I was like, okay, these are probably no trespassing signs, or maybe it's something for the wildlife or something. Look what these are. What the is going on in here? This is Utah, Florida. What the is going on in here? This is Utah, Florida. They're all different. They're all different. Every single one. This one's from Georgia. And look at it. Like, look where the we are. One. This one's from Georgia. Ano. Jesse. Trini. Giorgio. Giorgio, ძმა. თუ მარტო უყურებ სახლი, კარი ჩაკეტე, ფანჯები ჩაკეტე, რომ ეს დებილი ადამიანები შენთან არ მოვიდნენ. ეხა დედაშვილს გული გამისყდება. ჯორჯიო, ხო არ გადაობ. კაი, ამას არ მაინტერესებს, ეს უნდა დავსკრინო. ორტამ მეგობრებო, ეს უნდა დავსკრინო ორტამ.
გავლეკავ. აი, ამათ უყურეთ ნახირები მოვს. ის ხელთათმანები. არ ვიცი, ახლა შემომივიდა. აიო, ახლა დავიწყოთ რავი ჩვენ ვიდეოს ყურება, მიწოწმინი. გიყოთ. აი. Look where the we are. Who the does something like this? And we got this one. And it's obviously, you could tell, these aren't new. Like, not just that this is 2012, Noblesville, Indiana, right? Look at the tape, look at the water damage. Birds have been hanging up for ანუ ძმაო, საშიში თუ ხდება, გამოუშვი საშიში რაც არა. თუ არაფერი არ ხდება, რაზე იყო? a while. წადი ძმაო, 1994. Let me just, აუ, მაგარი ვთქვი, 1994-ია, და ეხა მართლა ირემი რო გამოუვარდეს და. ბოდიშ. look at that. Something-ია ბიჭო. And over here in the middle of the fire pit, that's a shovel. ნიჩობი. აღმოჩენისთანავე ჯეიმსმა ვიდეოს ჩაწერა დაიწყო. ჯეიმსმა საბოლოოდ ყველაფერი პოლიციას აცნობა. თუმცა გამოძიების შემდეგ პოლიციამ ეს უბრალოდ ვიღაცის ჰელოუინის დეკორაციებად ჩათვალა. ჯეიმსი ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა. მისი აღმოჩენა 3 ოქტომბერს მოხდა და როგორც თვითონ ამბობს, პოსტერი ხეზე ახალი გაკრული ნამდვილად არ იყო. იმავე წლის ბოლოს ჯეიმსი ისევ დაბრუნდა ბანაკთან, მაგრამ ამჯერად მას მრავალი შესვლა აკრძალულის ნიშანი დახვდა. Okay, first of all, I am not violating any of these no trespassing signs. I'm simply not. I came here only to show you and get it on tape and leave. From here, we can see down there, that's the clearing. So anyway, what they've done, they printed out their own no trespassing signs. Homemade. I'm assuming these are all legally binding. I have no way of knowing, so I'm not taking any chances. You can see they attached them to the trees with ordinary masking tape. These aren't even laminated. This is posted, private property, no trespassing. Violators will be prosecuted. And we've got one there, one there, one there. Bunch of valves. Arise. This is our first. We're going. Here we go. ის რა თამაში ავერნე პოლიციამ საქმე უკვე დახურა. აქ პრაქტიკულად ყველაფერი დასრულდა. წელს კაცმა სახელად ფილ პოლინგმა თავის YouTube არხზე ვიდეო ადვირთა. ვიდეოში ფილი გვიან ღამით მის უბანში იმყოფება ორეგანოს შტატში. ის ამტკიცებდა, რომ ცოტა ხნით ადრე გარედან უცნაური ხმები მოესმა. ამიტომაც გავიდა სახლიდან. როცა მისი სახლიდან დაახლოებით 60 მეტრით დაშორებულ ტყეს მიუახლოვდა, ისევ იგივე ხმები მოესმა და ზუსტად მაშინ დაიწყო ვიდეოს ჩაწერა. January 21st, about 11 p.m. I'm a couple hundred feet from my house, and you hear it going off in the background right now. Kind of sounds weird. Kind of sounds doggish, hyena-ish. Yandros me. Imena. I did that pizza or the word come to me. Was like ballerina schedatura. Actually gotten closer Ballet. since it started. It's probably only 200 feet, 300 feet from me right now. ვიდეო კიდევ ცოტა ხანს გაგრძელდა, სანამ ტყიდან იარაღის გასროლის ხმები არ გაისმა. I think that was a gunshot. I don't know what's going on with this.
საზოგადოების რამდენიმე წევრი ამტკიცებს, რომ მსგავსი ხმები ბოლო 2 თვის განმავლობაში მათაც ესმოდათ. მაგრამ რა იწევდა ამ ხმებს, ეს დღემდე გაურკვეველია. ეს ჩანაწერი 2 ბაიკერზეა, რომლებმაც GoPro-თ ეს შევზარავი კადრი გადაიღეს. მთელი ვიდეოს განმავლობაში ისინი ძალიან დიდი სისწრაფით მოძრაობდნენ, რაც თითქმის მათთვის სავილის აღმოჩნდა. აი, მაშინ სიმინდების იქრო რაღაც უცნაური არსება რო გაიგო. მიუთითებლად წინასწარ იყო რკინის მავთული, რომელიც 2 ხის შუაში ისეთი სიზუსტით იყო გაჭიმული, რომ არა მათი სწრაფი რეაქცია, ისინი მაშინვე თავებს დაკარგავდნენ. ხო, აი. საბედნიეროდ წინ მიმავალმა ბაიკერმა მავთული შეამჩნია და დროულად მოახერხა დამუხრუჭება. რამა. ღმერთო ვიდეოს გადაღებას არ გაციან. მოტოციკლისტები ფიქრობდნენ, ხომ არ დარჩენილიყვნენ და დალოდებოდნენ იმ ადამიანს, რომელმაც ეს გააკეთა. მაგრამ ბოლოს ასე არ მოიქცნენ. დღემდე უცნობია, ვინ იყო ის ავადმყოფი, რომელმაც მავთული გაჭიმა. მარკ ანდრე იყო ადამიანი, რომელმაც თავისი კარი ვაი დიდობაში ის ადამიანი გამოჩენილი იყო, ვინც ის გააკეთა და მე ჩრდილოეთ კალიფორნიის უღრანი ტყეების გამოკვლევას მიუძღვნა. ის თავის ქალაქის გარემოს დაცვითი სამსახურის დირექტორად იყო დანიშნული. ასე რომ მისი პირდაპირი საქმე იყო ტყეში დროის გატარება. 2018 წლის თებერვალში მას დაევალა ხეების მონიშნა. ამ დროს იგი ტყის სიღრმეში იმყოფებოდა, როცა შემთხვევით რაღაც თვითნაკეთ ქოხს გადააწყდა, რაც იმ სიშორეზე ძალიან უჩვეულო აღმოჩენა იყო. მარკი რა თქმა უნდა ქოხს მიუახლოვდა. ის დაახლოებით 2-დან 3 მეტრის ფართობის იყო და 4 მეტრის სიმაღლის. შესასვლელ კარს საკეტი ედო და გარედან არ ჩანდა, რომ ვინმე შიგნით ცხოვრობდა. სიფრთხილის დაცვით მარკი უკან დაბრუნდა პროფესიონალური დამხმარის მოსაყვანად. შემდეგი რამდენიმე დღე ქოხის პატრონის პოვნას დაეთმო, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ამიტომ საბოლოოდ სტრუქტურის ადგილზე დაბრუნებისას მარკმა და მისმა დამხმარემ საკეტი გატეხეს და კარი გააღეს. შიგნით მათ ისეთი სივრცე დახვდათ, რომელშიც აშკარად ცხოვრობდნენ, ან მინიმუმ ახალი წასულები იყვნენ. ქოხს ჰქონდა ავეჯი, გამოთბობელი ღუმელი, პატარა ბიბლიოთეკა და ყველას დაგასაკვირად საბეჭდი მანქანა. თაროების სავსე იყო საკვების ქილებით და კონსერვებით, მაგრამ ყველაფრის დათვალიერების მიუხედავად მე პატრონის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. რადგან ქოხი უკანონოდაა აშენებული, მათ სხვა გზა არ დარჩათ. კარზე დატოვეს გამოსახლების შეტყობინება და ადგილი დატოვეს. რამდენიმე დღის შემდეგ აღსრულების ბიურო დაბრუნდა, რათა პროცედურა დაესრულებინა, მაგრამ იქ აღარაფერი იყო. ქოხი სრულიად გამქრალი იყო. ფლობელი, ვინც არ უნდა ყოფილიყო, მან მთლიანად დაშალა ნაგებობა. ერთადერთი, რაც ადგილზე იყო დატოვებული, იყო მიწაზე ნახშირით დახატული უსახლკაროდ ცხოვრებლების სიმბოლო. ამაზე დაყრდნობით ბევრმა ივარავდა, რომ მე პატრონზე დევნა იყო დაწყებული და ტყეში ზუსტად ამიტომ ცხოვრობდა სრულიად მარტო, ცივილიზაციისგან შორს. თუმცა ეს თეორიაც არაა ბოლომდე დადასტურებული. დღემდე ქოხის ნამდვილი მე პატრონის ვინაობა უცნობია. აზოს არ ვიცხოვრებ სახში, სახში, სადაც არ ვიცხოვრებ იმ სახში, სადაც სახლის წინ არის ტყე. არასდროს არ გავბედა ვიქ ცხოვრებას. აი, საერთოდ არ გავბედა ვიქ ცხოვრებას. არა, შანსი არა მე. Oh, this football star? Yes, the player. Recognize the jersey? Match it to the right team. ეს ვიდეო დეკემბრის შუა რიცხვებში კანადაში გადაღებული. ვიდეოში ისმის შევზარავი ხმა, რომელიც მთელ ტყეში ვრცელდება. ამ ვიდეოზე ბევრმა თქვა, რომ მსგავს არასდროს შესწრებიან. პატარაზე ისეთი ხმა ქონდა.
დროის რა ხმობი. ვაიმე. ერთმა კომენტარში ვეჭველი ბუა, ვეჭველი. ეს შესაძლოა გელი ყოფილიყო, რომელიც ან ხაფანგში გაიჭედა, ან თავის მახლოვან მიატოვა. ასევე შესაძლებელია, რომ ეს სხვა ცხოველი ყოფილიყო, მაგალითად ირემი, ან თუნდაც მამალი ცხენირემი. თუმცა არც ერთი თეორია დადასტურებული არ არის. მაშინ გადარჩენე. იუთუბერმა რეინ შულერმა ეს ვიდეო 2013 წელს აზრდა. მასალა გადაღებულია უსაფრთხოების კამერით, რომელიც რეინიმ თავის სახლის გარშემო დააყენა. სახლი მთლიანად იზოლირებულ რაიონში მდებარეობდა, როკის მთებში. კამერის მიზანი იყო, რომ მისტერი ჩინჩა ამიტომ სუპერ მაგარი ხარ. ისტორიაზე ცხოველთა მოძრაობა დაეფიქსირებინა, რათა შემდეგ YouTube-ზე აეტვირთა. მაგრამ 13 სექტემბერს მისმა კამერამ სრულიად სხვა რამ დააფიქსირა. ვიდეოში ჩანს ტყის სიბნელიდან, როგორ გამოდის ქალი. ზოგი თვლიდა, რომ ქალი გზააბნეული იყო, ან მისი მანქანა ცოტა მოშორებით გაფუჭდა. მაგრამ ეს ვერ ხსნის მის უცნაურ ტრიალს ეზოში. თითქოს უბრალოდ მიზეზოდ დადიოდა. ამის მერე იგივე თიშა ვიდეო და ვაღებ კარს. ეს უბრალოდ ხალია? იმის სახს დაადგა. რამდენიმე წუთის შემდეგ ჩანს ქალი, როგორ შედის უკან ტყეში. იმ ღამის შემდეგ სახლის ფლობერს ქალი აღარასდროს დაუნახავს. ვენი სახვა რა სიამდვილეში. მადლობა მეგობრებო, აბა თუ ყურეთ ამ ვიდეოს და იგივე კარს ვაღებ არ მაინტერესებს. მეც ვიდეოს გადავიღებ და აბა კარგად მეგობრებო, გაიხარეთ ამ ვიდეოს ყურებისთვის. მადლობა დიდი, ასევე არ დაგავიწყდეთ, მადლობა თქვენ და აიტურთება, აუცილებლად აიტურთება, აბა კარგად.